არის თავისუფლების სივრცე და სხვათა შორის ჩვენ ყველა არ ვიცი საინიციატივო ჯგუფია ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია ვისთანაც საერთო ღირებულებები გვაქვს ყველას უფასოდ თავაზობთ ჩვენ სივრცეს და ამ ცენტრის მიზანიც ეგ არის რომ ყვარელში შეიქმნას სხვადასხვა თემაზე სამუშაო ჯგუფები დისკუსიები იდეა გაჩნდა მოკლედ 2019 წელს მე ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან როდესაც სკოლის მასწავლე ვიყავი თავისთავად ცხადია ყვარელში გავიზარდე ყოველთვის იყო დეფიციტი იმიტომ რომ ამ ქალაქში არ არის სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია განსაკუთრებით მაშინ არ არსებობდა ასე ვთქვათ სამოქალაქო ჩართულობის პროგრამები და ჩვენთვის გადამწყვეტი იყო მაშინ ევროკავშირის ელჩის ვიზიტი რაღაც 2 დღით ადრე გახსნამდე დაგვიკავშირდა ევროკავშირის საელჩო და გითხრეს რომ ევროკავშირის ელჩიც უნდა დასწრებოდა ღონისძიებას და ამერიკის საელჩომ მოგცა შემდეგ შესაძლებლობა რომ გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი რასაც დღეს აქ ხედავთ 5 წლიანი შრომა არის ძალიან ბევრი ადამიანის მხარდაჭერის შედეგი და განსაკუთრებით დიპლომატიური კორპუსის ის საქმე რასაც აქ ჩვენ ვაკეთებთ დაწყებული ენის შესწავლის კურსები პროფესიული გადამზადების კურსები ის რომ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს დავეხმარეთ ექსპონატების გასანათებელი ნათურების საყიდიფული არ ქონდა და ეგეც კი ამერიკის საელჩოს დახმარებით უყიდეთ იქ სადისკუსიო სივრცე მოუწყეთ ის რომ სკოლას კომპიუტერები გადავეცით ის რომ მასწავლებლებთან მუშაობთ აქტიურად ის რომ ადამიანებს დავეხმარეთ სამსახურის დაწყებაში და ასე შემდეგ ეს არ არის უცხოეთის ინტერესი ეს არ არის არც ერთი ქვეყნის ინტერესი, ეს არის მხოლოდ საქართველოს ინტერესი და მხოლოდ ამ ქვეყნის ინტერესი. დღევანდელი ღონისძიება არ იყო ეს დაგეგმილი და ძალიან მიხარია რომ დაგვთანხმდნენ ჩვენი პარტნიორები, აგერ რამდენიმე დღეში ევროკავშირის ელჩისაც უმასპინძლებთ და ეს არის რაღაცნაირად სოლიდარობის გამოხატულება მათთვისაც, ჩვენთვისაც და რაღაცა გვინდა რომ დღეს შევაჯამოთ ზოგადად ჩვენი მუშაობა და ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე, მაგრამ სამომავლო გეგმებზე ვერ ვისაუბრებთ, თუ ასე არ ვახსენებთ პრობლემები და სირთულეები, რომლის წინაშეც ვდგავართ და სამწუხაროდ ასეთი ძალიან ბევრია. გეგმა არის ის, რომ გაგრძელდეს მუშაობა, რადგან არ უნდა გვიჭდეს, ნუ მაქსიმუმ თუ ძალით აგვიკრძალავენ მუშაობას, თორე ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და გეგმა არის რომ მაქსიმალურად მეტ ახალგაზრდას მიუწვდეთ, ვესაუბროთ საერთო ღირებულებებზე და ხარი დაუჭიროთ განვითარებაში და განათლებაში. I was very pleased to accept the invitation to come to Quarrelli and to celebrate together with the young people here from the Quarrelli and also from the neighborhood the 5th anniversary of the foundation of the Quarrelli Club. Because I think it's very important to have such a place where it's the young people are gathering, organizing different kind of the events or implementing different kind of interesting projects. So I think it's really very important to have such a place. This is not only for the Quarrelli, but I'm sure also for the neighborhood. Even we can say that it's for the whole region. So, and we are very pleased that we can somehow support the activities of the club. The last, let's say, support from our side was to support the Aero Club Quarrelli for organizing different kind of the event just before the election, just to increase the awareness about the democratic principles of the election, about how it's important to have or to participate in the election.